ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიღებული აქვს რეზოლუცია ნომერი 1900/2012 წელს, რომლითაც დაადგინა ის 5 კრიტერიუმი, რომლის თუნდაც ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაკავებული პირი ჩაითვლება პოლიტიკურ პატიმრად. ეს კრიტერიუმებია, როდესაც დაკავება მოხდა ფუნდამენტური უფლებების სარგებლობასთან დაკავშირებით, როგორებიც არის გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება და სხვა, როდესაც პირს არ ჩაუდენია ის ქმედება, რომელიც მას ბრალად წარედგინა და დაკავებას აქვს სუფთა პოლიტიკური მოტივი, როდესაც სასჯელი არის არაპროპორციული, როდესაც სისხლისამართლებრივი დევნა ხდება დისკრიმინაციის საფუძველზე და ბოლოს როდესაც სამართლიანი სასამართლოს ელემენტარული პრინციპები არის დარღვეული. აი ეს 5 კრიტერიუმია და როგორც მოგახსენეთ, თუნდაც ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომ არა ვთქვათ უფრო მეტის, პირი ჩაითვლება პოლიტიკურ პატიმრად. ცია, რომელიც ჩვენ შევადგინეთ, ეს ხადია არ არის სრული. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვაქვეყნეთ იმ პოლიტიკური პატიმრების სია, რომლებიც დაკავებულ იქნენ სისხლისამართლებრივი წესით იქნენ დევნილი, ბრალდებულად ცნობილი და მერე მსჯავრდებული იმ აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც, ესე იგი, ბოლო 2.5 წელია მიმდინარეობს საქართველოში. ხას უსვამ აქციებთან დაკავშირებულ პირებს ეხება საქმე, ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც იქნენ დაკავებული, მხოლოდ 2 პირია გამონაკლისი, ეს არის ჩიკვაიძე და პაპიაშვილი. იმათაცაა კავშირი. იმათაცაა კავშირი შეიძლება მოუძებნოთ მათ პატიმრობასა და აქციებს. კი ბატონო. აი ესეთი ვითარება, პოტენციური ერთი კიდევ კანდიდატი პოლიტიკური პატიმრობის, ეს არის ალეკო ელისაშვილი, იმიტომ რომ არ არის სადაო, მგონი თვითონაც არ უარყოფს, რომ ცეცხლის საკიდებად ჰქონდა ადგილი, მაგრამ მას ხომ წარადგინა ბრალი ტერორიზმში. ანუ აქ უნდა ყოფილიყო ტერორისტული მიზანი უნდა ყოფილიყო დამტკიცებული, იმისათვის რომ აი ესოდენ აემაღლებინათ ბრალი და აქედან გამომდინარე სისხლისამართლებრივი პასუხისგებლობის სიმძიმეც. ეს რამდენად გააკეთა სასამართლომ, ამას ვიხილავთ, როდესაც ასე თქვათ, გამოქვეყნდება გადაწყვეტილება. ჩვენ არ მოველით, რომ იმ გადაწყვეტილებაში დასაბუთებული იქნება ესეთი ტერორისტული მიზანი, მაგრამ ჩვენ მაინც დაველოდებით. ბატონო სანდრო, აი თქვენ თქვით, რომ ეს შესაძლოა არ აღმოჩნდეს სრული სია. ანუ შესაძლოა ბევრად უფრო მეტი პოლიტპატიმარი ყავდეს? ეს საგანგაშო კი არა, არაფერში აღარ წერია, თან უმოკლეს ვადაზე არის საუბარი, ხო? თუ კი გავითვალისწინებთ, რაც ეხლა თქვენ ბრძანეთ, რომ აქციებისას დაკავებულ ადამიანებზე და იმ პერიოდიდან მოყოლებულ პატიმრობებზე ვსაუბრობთ. 91 პოლიტიკური პატიმარი. აი დღეს ქართული ოცნება მორიგჯერზე უმტკიცებდა მედიას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია არ არისო საუკეთესო სტანდარტი. როგორ შეგვიძლია ჩვენ ავხსნათ მაყურებელს და არა ოცნებას? ოცნებისთვის არაფრის ახსნას მე ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს. ჩვენმა მაყურებელმა რომ გაიგოს, რას ნიშნავს აი იმ სტანდარტების მიხედვით, რომელსაც არ აღიარებს ქართული ოცნება, ამ 91 ადამიანის პატიმრობა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის რას ნიშნავს, როდესაც მაგალითად თქვენი ორგანიზაცია ამ სტანდარტების მიხედვით ასაბუთებს, რომ 91 პოლიტიკური პატიმარი ამ წუთას უზის ოცნებას ციხეში. მოკლედ ვიტყვი, ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ელოდებიან განაჩენს და რომელთა პროცესი, ასე თქვა, ეგრეთ წოდებული საბოტაჟი, თუმცა იქ მარტო საბოტაჟი არ არის, უფრო მძიმე დანაშაულებშიც წარადგინათ მათ ბრალი აბსოლუტურად თითიდან გამოწვეული ისტორია. ჩვენ ყველაფერი პოტენციურიც და რეალურიც, რაც დღეს პატიმრები ყავს, მათი საქმეები გვაქვს შესწავლილი და მათ შესახებ ანალიტიკური პუბლიკაციები გვაქვს გამოქვეყნებული. ეს უბრალოდ ვარაუდები არ არის, რასაც ჩვენ ვამბობთ.
აქედან გამომდინარე მინიმუმის 8 კაცი დაემატება, ხო, სამწუხაროდ უახლოეს მომავალში ვისა აქ მოლოდინია რომ გამომართლებელ განაჩენს გამოვიდან. შესაძლოა მეტიც, შესაძლოა მეტიც, არ ვიცი. სხვა სახელები და გვარებიც გვესმოდა ჩვენ ამ სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას. ეხლა რაც შეეხება ევროსაბჭოს და მის მიერ მიღებულ დოკუმენტებს, არ ვიცი ხა მახაშვილმა რამდენად იცის თუ არ იცის რომ საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა სახელმწიფო 1999 წლიდან და ევროსაბჭოს დოკუმენტები, კონვენციები და ასევე რეზოლუციები არის შემბოჭველი, ასე ვთქვათ, ეს არის საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტები იმ საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო. იქ არის უფრო მყარი, უფრო ძლიერი დოკუმენტები, როგორებიც არის კონვენციები, იგივე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ხო? მაგრამ არსებობს რეზოლუციები, რომელსაც ეწოდება soft law, ეგრეთ წოდებული, ანუ რბილი კანონი, რბილი სამართალი, მაგრამ ისიც შემბოჭველია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა და მახაშვილი ამას აღიარებს თუ არა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს. საერთაშორისო სამართლებრივად ეს რეზოლუციები არის შემბოჭველი და თუ მას არ ასრულებ, ან არ ითვალისწინებ და მით უმეტეს აინუნშიც არ აგდებ, ამის თაობაზე, როდესაც დრო მოვა, იმსჯელებს ევროსაბჭოს სხვა ინსტიტუტი, რომელსაც ქვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სტრასბურგის სასამართლო. და როდესაც სტრასბურგის სასამართლო ამა თუ იმ პირის და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანის ამ პოლიტიკური პატიმრის საქმე წავა საბოლოო ჯამში სტრასბურგის სასამართლოში, სტრასბურგის სასამართლო თუ რაიმით იხელმძღვანელებს კონვენციით გარდა, ზუსტად იხელმძღვანელებს მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები და სხვა, ასე ვთქვათ, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი წინ ექნება ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სახეზე რეალურად რამოცემულობა, ხო, ბატონო სანდრო, დამეთანხმებით, ადამიანები, ვისი სახელები და გვარებიც ახლა მე ამოვიკითხე დღეს, როცა თქვენს მიერ დაიდო პოლიტპატიმრების სია, სხედან ყოველგვარი მტკიცებულებების, ცრუ მოწმეების, ჩვენების საფუძველზე და ჩვენ ყველა ამიტომ ვამბობთ ხოლმე ხმამაღლა და თამამად, რომ უდანაშაულოდ დაკავებულ ადამიანებზე მიდის საუბარი. აი, საქართველოსთვის, ქვეყნისთვის რას ნიშნავს, თქვენ კარგად ახსენით, ეხლა მოვა დრო და იხელმძღვანელებენ ამ კონვენციებით, მაგრამ რომ შემოვიტანოთ ეხლა დამატებით ახალი მძევლების აყვანის მზადების პროცესი, ხო? თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ აკეთებს ამას ოცნება? ანუ არავინ ევაჭრება, მაგალითად ლუკაშენკას კვალს თუ კი უნდა რომ გაყვნენ, არავინ ელაპარაკება, არავინ ესაუბრება მათ, არავინ არაფერს ეუბნება და ახალ მძევლებს რისთვის იყვანენ? თქვენ როგორ ფიქრობთ? მათ ხომ იციან რომ გარდაუვალია, ეხა შეიძლება ერთმა კონკრეტულმა დეპუტატმა არ იცოდეს დაუშვათ რა გაგრძელება შესაძლოა მოყვეს ქვეყნისთვის მსგავს პატიმრობებს, მაგრამ ხომ არსებობენ მათივე გუნდში ადამიანები, ვინც იციან როგორ გაგრძელდება შემდეგ მათი პასუხისმგებლობის საკითხი. აი ეხლა კიდევ ახალი პოლიტიკური პატიმრების აყვანა, რაში სჭირდებათ, იმიტომ რომ თქვენ თავად ვებძანეთ და მეც რამდენადაც ვიცი ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე, რაც არის მართლა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ანუ ბრალდებაში რა უნდა ჩაიწეროს პოლიტიკური განცხადებების გამო არის. სხვა მე საქმის მასალები წაკითხული მაქვს 47 ტომი. წაკითხული მაქვს ეს საქმის მასალები. ერთ-ერთი მტკიცებულება იქ არის ამ ადამიანების პოლიტიკური განცხადებები. ეთერში გაკეთებული თუ არ ვცდები, ხო? საჯაროდ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები პოლიტიკოსების მიერ. ეხლა კითხვა არის, რატო აკეთებენ ამას, ვაჭრობის თემა არის თუ არა, მათ შეიძლება ამის იმედი აქვთ, მაგრამ ასე ვთქვათ, ამის ნიშნები რომ ვინმე დაიწყეს მათთან ვაჭრობას, არ ჩანს და დარწმუნებული ვარ, არც გამოჩნდება. თქვენ ახსენეთ, რომ გუნდში ხო ყავთ ვიღაცები, ხო, ანუ რა ვიცი, 1-2 ადამიანი მაინც ხომ შეიძლება ყავდეს. ეს ვარაუდი არასწორია ერთ-ერთი მიზეზის გამო. ეს ხომ არ არის პოლიტიკური გუნდი. ეს არის მან ერთადერთი ადამიანი, ვინც გააწყოტლებებს ღებულობს, ეს არის ივანიშვილი
დანარჩენები არიან მისი დირექტივების, ინსტრუქციების, ბრძანებების უსიტყვო შემსრულებლები. ვინ გაბედავს ახლა იქ რაიმის განსხვავებული თქმას? რაში ეტყობა ამ ადამიანებს, რომ რაიმის მთქმელები არიან ამ თავისი ბოსის წინაშე? ამისთან პოლიტიკური ასე თქვათ გუნდი იქ როგორც ასეთი არ არსებობს. ესენი არიან უბრალოდ მსახურები ბატონის, მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე არავინ არ არის იქ, თუნდაც ესმოდეს რომ რაც უფრო მიდიხარ ღრმად ჭაობში, ერთ-ერთი არის დაღჭობა, სხვანაირად ჭაობში უფრო შორს რო წახვალ, უფრო მეტად ჩაეფლობი. მარტივი ამბავია, ხო აი ამისთანა ჭაობში არიან და მიდიან. ანუ გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს. უნდა არის თქვას მოდი დავბრუნდეთ უკან. ხო, გადაწყვეტილება არის გამოცხადებული და იძულებული არიან ნებით თუ უნებლიეთ რომ თუ იძულებით რომ დამორჩილდნენ, ხო? აქ ძალიან საინტერესო არის მესმის რომ რაღაცნაირად პასუხგაუცემელ კითხვა ჟღერს, როცა ვკითხულობთ ხოლმე რომ აი სადამდე შეიძლება მივიდეს ეს სიგიჟე, იმიტომ რომ მაგალითად ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე გამოუგნებელია თქვენ თავად ვებძანეთ რომ წაკითხული გაქვთ თავიდან ბოლომდე მასალები და კარგად იცით რაზე არის აგებული თავად ეს საქმე. ამ საქმის მიხედვით ყველა მათ შორის თქვენს სხვაც ნებისმიერი ადამიანი შესაძლოა გაუშვან ციხეში, იმიტომ რომ აქ საუბარი არის დღეს სხვათა შორის ლევან სამუშია მიყვებოდა რომ თელიო დღევანდელი სასამართლო პროცესი იყო USAID-ის დამნაშავედ გამოყვანაო და იქ რა განცხადებებსაც აკეთებენ ვის სარჩელზეც აეგო მერე ეს საქმე ამ ნანა კაკაბაძის და შაქარიშვილების და მაგათი ჯგუფის ამერიკის შეერთებული შტატები არის რეალურად დადანაშაულებული ამ ქვეყანაში გადატრიალების მცდელობისთვის და ნებისმიერ ადამიანს ჯერ არ გადასულან სამოქალაქო სექტორზე, თორემ მათ შორის თქვენს ორგანიზაციას და ნებისმიერ ადამიანს შეუძლიათ რომ მიუსადაგონ, ხო? მეცაც გეტყვით. ჯერ არ გადასულან იმ კუთხით, რომ ბრალი არ არის წარდგენილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. თორემ ეს საქმე არის ერთი დიდი საქმე, რომელიც დაიწყო 2025 წლის გაზაფხულზე, დაიწყო სოლიდარობის ფონდებიდან, ნანუკას ფონდი და სხვა ფონდები, რომლებიც ეხმარებოდნენ ადამიანებს, რომ გადაეხადათ მათ სანაცვლოდ ასე თქვათ ჯარიმები, უზარმაზარი ჯარიმები, რომლებიც ეწოდნენ დიდ ტვირთად აწევდა და აწევს ჩვენს საზოგადოებას. დაიწყო ამითი, მერე გადმოვიდნენ უკვე ასე თქვათ ორგანიზაციებზე, მათ შორის ჩვენ ორგანიზაციაზე. მათ შორის ჩვენი ხელმძღვანელი ეკა გიგაური ორჯერ იქნა ზუსტად ამ საქმესთან დაკავშირებით. დაკითხული, ასე თქვათ, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე და ამის მერე გადავიდნენ უკვე პოლიტიკოსებზე. ეს არის ერთი საქმე და პოლიტიკოსებს აქვს ამ წუთში წაყენებული ბრალი, მაგრამ ეს დამოკლეს მახვილი ამ საქმესთან დაკავშირებით კიდია ყველას თავზე, ვისაც მოისურვებენ და უცებ ვის დევნასაც გადაწყვეტს მათი შეფს ეძახიან მას. აი ასეთ შემთხვევაში მე ნებისმიერზე წავლენ ახლა. ნებისმიერზე ვისაც შეიძლება ჯარიმა კონდეს მაგალითად გადარიცხული, ხო? ამა თუ იმ ფონდში. ნებისმიერ ადამიანზე. ანუ თქვენ მე უამრავ ადამიანს ვისაც შეიძლება წვლილი აქვს შეტანი და განსაკუთრებით აქვე შემოვიტანდი ბატონო სანდრო მე ბიზნესის თემასაც, იქ ბიზნეს კომპანიების თემა, თუ გავიხსენებთ რა ცვლილებები შეიტანეს ერთ-ერთ მორიგჯერზე ამ რეპრესიულ კანონმდებლობაში, როცა ბიზნესმენს საერთოდ აუკრძალეს საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გახმოვანება და დაფიქსირება, რომ ამ ფონდებში მიდიოდა თანხების გადარიცხვა, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი იყო, ვისაც შეეხო ეს ჯარიმები და მაგ საქმის ფარგლებში, ანუ პოლიტიკოსების შემდეგ შესაძლოა გადმოვიდნენ სამოქალაქო სექტორზე, ბიზნესზე და რიგით ადამიანებზე, ვისაც გადმოვიდებათ ნებისმიერ დროს. ყველანი მოუნდებათ ტკიცება ხო არაფრის არ ჭირდებათ. ისინი ხო არ მიდიან სასამართლოში. ისინი მიდიან ჩვეულებრივ ერთ-ერთ სახელმწიფო ინსტიტუტში, რომელიც ისეთივე მორჩილების ქვეშაა, როგორც უშუალოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი სტრუქტურა და ნებისმიერი ჩინოვნიკი, მოსამართლე და სასამართლოს იგივე მდგომარეობაშია. მას ხო არა აქვს შეგნება იმისი, რომ როგორი დიდი, ასე თქვათ,
დამოუკიდებლობის ხარისხით სარგებლობს ის, ხო? მოსამართლის წინააღმდეგ ხო დევნასაც ვერ დაიწყებ. ანუ თქვათ პარლამენტის წევრს ვერ დააკავებ პარლამენტის თანხმობის გარეშე. მაგრამ მის მიმართ დევნა შეგიძლია დაიწყოს, იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ის შეიძლება მისცე. მოსამართლეს ამასაც ვერ გაუკეთებ. კონსტიტუციით ამათი მიერ დაწერილი კონსტიტუციით ასეთი დიდი, ასე თქვათ, დაცვის გარანტიებით სარგებლობს მოსამართლე. მაგრამ რაში ჭირდება მას? მათ თავარი ის არის შინაგანად არის მთლიანად დამოკიდებული და ამაშია საქმე. კანონი იცავს თუ არა, ეს არ აინტერესებს. ზუსტად იცის, რომ კანონი ვერაფერს ვერ დაიცავს. თუ კი რამეს ნაბიჯს სხვანაირად გადადგამს, იმიტომ რომ იმდენი რამე აკეთებინეს ცუდი თითოეულ მათგანს, რომ ნებისმიერს გამოუქვეყნებენ, ნებისმიერის გამო, ასე თქვათ, ჯერ საზოგადოების წინაშე, ასე თქვათ, დააყენებენ ჩოგჯენში და მერე უკვე ეს იციან მათ, ამიტომ არიან ესოდენ მორჩილნი. აქედან გამომდინარე, ესენი ხო სასამართლოში არ მიდიან, აქედან არაფრის მტკიცება მათ არ ჭირდება. და მან საინტერესო ისიც არის, რომ ხშირად ერთი და იგივე სახელები და გვარები გვესმის ხოლმე ჩვენ მოსამართლეების. ანუ ყველა ვარიანტში შემსრულებლები 100%-იანი გარანტიით, მაგალითად, რომელსაც შეუძლია უდანაშაულო ბავშვი გაწიროს ციხისთვის. თავისი საუკეთესო წლები ადამიანს გაატარებინოს სატუსაღოში, მხოლოდ იმიტომ რომ ეს დაკვეთა აქვს მას მიღებული, მაგრამ აი მე ბევრჯერ მიფიქრია ბატონო სანდრო, რომ ძალიან ხშირად გვესმის ერთი და იგივე მოსამართლეების სახელები და გვარები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი სისტემა არ ყავთ დამორჩილებული, მაგრამ რაღაც ჯგუფია აშკარად შერჩეული, რომლებიც ყველაფერზე აწერენ. რომელსაც ყველაფერს აკეთებინებენ. კი, ასეა, მართლაც ასეა. რატომ არის ეს ასე, არ ვიცი სიმართლე გითხრათ, რატო გონიათ რომ სხვები არ იქნებიან შემსრულებლები, ეს გაუგებარია, მაგრამ მე როდესაც ბრალის აბსურდულობაზე, მათ შორის ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე, ბრალის აბსურდულობაზე ვლაპარაკობდი, მხოლოდ ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ რა, რატომ არის ის აბსურდული, ნებისმიერი ადამიანი გაიგებს, იურისტი ამას არ ჭირდება. აი მაგალითად საბოტაჟი. იქ მარტო საბოტაჟი არ არის, ბრავად წარდგენილი, უფრო მძიმე დანაშაულებიც არა, მაგრამ საბოტაჟი. საბოტაჟი რა არის? როცა სახელმწიფო ინსტიტუტი, ასე თქვათ, ისეთ ვითარებაში არის ჩაყენებული, რომ ის ვერ მუშაობს. აქ ლაპარაკია პარლამენტის საბოტაჟი განახორციელეს ამ ადამიანებმა. მცდელობა კი არაო. საბოტაჟიო პარლამენტ. თქვენ ერთი დღე გახსოვთ, რომ პარლამენტმა არ იმუშავა, ეგრე ხო კონვეიერულად გამოსცემენ ეგრეთ წოდებულ კანონებს, ხო 24 საათში ღებულობენ კონვეიერული წესით ამ კანონებს, უბრალოდ შემოგდებულს. 1 საათი გახსოვთ ისეთი, როდესაც პარლამენტი არ მუშაობდა. აბა როგორღა დადგა საბოტაჟის შედეგი. ხო არ გულისხმობენ აქ ბოიკოტის თემას, ანუ ესეც როგორც დანაშაული. არა, აქ ვერაფერს ვერ გულისხმებ. ბოიკოტი თუ იწოვს სიტყვა ბოიკოტი თავისთავად წმინდა პოლიტიკური რამეა, იმას საბოტაჟთან კავშირი არ აქვს, მაგრამ თქვათ ბოიკოტის შედეგად პარლამენტმა შეწყვიტა მუშაობა. აქ არ შეუწყვეტია. აქ მცდელობაზეც კი არ არის ბრალი წარდგენილი. ესე იგი, იმდენად არაკომპეტენტურად არის ეს ყველაფერი შედგენილი. ქემაიც მეტნაკლებად კვალიფიციური სინდისზე არ ვლაპარაკობ და მორალზე. წმინდა პროფესიული თვალსაზრისით კვალიფიციური პროკურორი ხო მცდელობის ბრალს მაინც წარადგენდა ამ შემთხვევაში და არა დასრულებულ დანაშაულს, იმიტომ რომ დასრულებულ დანაშაულზე შედეგი გჭირდება. თუნდაც 1 საათით პარლამენტს უნდა გაეჩერებინა მუშაობა, რომ ბოიკოტის შედეგი როგორც ასეთი დამდგარიყო. ეხლა მიზეს შედეგობრივ კავშირზე და რაღაცაზე ამ წუთში არ ვლაპარაკობ. აი ეს ერთი მცირე მაგალითი როგორი აბსურდულია. სრულიად აბსურდულია ეს საქმე და პარალელურად დაჩქარებული ტემპით რომ მიდის ეს სასამართლო პროცესები, ყველა ვარიანტში იძლევა იმ პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ სულ მალე ალბათ ეს ადამიანები, ის 8 პოლიტიკური ლიდერი, რომელთა ნაწილი ახლა ჯერ გარეთ გამოვიდნენ ციხიდან, ალბათ ისე უკან შებრუნდებიან და ისევ პოლიტპატიმრების სიას რომ მიუბრუნდეთ, დიდად ვიცი რომ არ გსიამოვნებთ და არავის არ სიამოვნებს, არც მე ამათ განცხადებებზე, როდესაც კომენტარების გაკეთებას ვთხოვ ხოლმე ჩვენს რესპონდენტებს,
მაგრამ რადგან აი ამ პოლიტპატიმრებზე საუბრობთ, წავიკითხავ მართველი გუნდი ოპოზიციის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყენებულ ტერმინს პოლიტპატიმარს მიიჩნევენ პოლიტიკურ სპეკულაციად და მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობად. ეუბნება ყველა, რომ შენ ყავს პოლიტპატიმრები და დადებულიც არის ხო მაგიდაზე. თუ გინდა თავი დააღწიო იზოლაციას, რომელშიც იმყოფები, პირველი პირობა, რაც მათ აქვთ მიცემული, ეს არის გაათავისუფლე პოლიტიკური პატიმრები და რეპრესიული კანონმდებლობა გააუქმე. არ მიდიან არაფერზე და უფრო უმატებენ პოლიტპატიმართა რიცხვს. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გააჩერებს ამ ხალხს? ესეთ რა ჩვენ საკმარისად რთულ სიტუაციაში ვართ, რა თქმა უნდა ლაპარაკე, მთელი დემოკრატიული საზოგადოება ამ ქვეყნის. მაგრამ ყველაფერი სასრულია, მათ შორის დიქტატურები, მათ შორის კიდევ უფრო ძლევამოსული, კიდევ უფრო სასტიკი, კიდევ უფრო ასე თქვათ, ნუ რა ვიცი, აი რო არაფერი არ დაანგრევდა, ასე გვეგონა. ხო, გვახსოვს ახლა მე და თქვენ საბჭოთა კავშირში ხო რაღაც პერიოდი ვიცხოვეთ. კი, როგორ არა, ჩემი ნახევარი ცხოვრება. მე უფრო მეტი ვიდრე თქვენ, მაგრამ თქვენც იცხოვრეთ და თქვენს მშვენივრად იცოდით, როგორი ქვეყანა იყო, როგორი სასტიკის, საშინელი დიქტატურა იყო კომუნისტური პარტიის და ვის ეგონა, რომ ის დაიშლებოდა, ხო? ხო დაიშალა. ყველაფერი სასრულია. ეხლა ეს რეჟიმი რანაირად შეიძლება შეადარო თავისი სიმძლავრით, ძლიერებით, რა ვიცი, ეკონომიურად, სამხედრო თვალსაზრისით, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ორი შეუდარებელი რამეა, ხო? ეს არის სასრული, ორი აზრი არ არის ამაზე. ეხლა რამდენად დიდხანს გასტან შეიძლება ადამიანმა იფიქრო? არც თუ ისე დიდხანს. მათ ძალიან ეჩქარებათ სინამდვილეში, იმიტომ რომ ისინი არიან საშინელ საიტნოტში. ეს რეჟიმი არის ჩამოკიდებული რუსეთზე. და რუსეთი რა მდგომარეობაშია, ამასაც ჩვენივრად ხედავთ, ჩვენც და ჩვენი მაყურებელიც. რუსეთი არის საშინელ მდგომარეობაში. უკრაინული დრონების თავდასხმებს ისინი უბრალოდ ვერ უმკლავდებიან. ხედავთ ბენზინთან დაკავშირებით რა ხდება, ხედავთ ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით რა ხდება. საბჭოთა კავშირი ესეთ სავალალო მდგომარეობაში ეკონომიურად ჯერ კიდევ არ იყო, როგორც ესენი არიან. ბუნებრივია, იმიტომ რომ უკვე 4 წელიწად ნახევარია ასე თქვენ მძიმე ომს აწარმოებს, აგრესიულს და საზღარს, მაგრამ მისი ეკონომიკისთვის, მისი მოსახლეობისთვის, მისი ახალგაზრდა ადამიანების სიცოცხლისთვის ძალიან მძიმე ომშია, ხო? რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი? მესმის თქვენი პასუხი და ბოლოს შეფს ეძახიანო თქვით ივანიშვილზე, ასე მიმართავენ ხოლმე. შეფმა პირადი შურისძიება გადაწყვიტა თქვენი აზრით იმ პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს 2024 წლის არჩევნებით მიღებულ პარლამენტს. ორი აზრი არ არის, რომ ეს ასეა. ორი აზრი არ არის, რომ ეს ასეა. ეგ შეიძლება სხვა ფაქტორებიც არის. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, ამას ხო თვითონ ვლაპარაკობენ. ამას ამბობენ თვითონ. ესე იგი, თქვენ აი არ გვაღიარებთ ჩვენ, ამიტომ წადეთ ციხეში. ამას ყობახიძე, პაპუაშვილი და სხვები ყოველდღიურად ვლაპარაკობენ. კი ბატონო, მადლობა ბატონო სანდრო.